უმთავრესი რითიც რელიგია განსხვავდება რელიგიური ფილოსოფიისაგან ეს არის ლოცვა. წინა გადაცემებში ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანსა და უზენაეს შორის კავშირი ყარდება ამ უკანასკნელის გამოცხადების საფუძველზე. მაგრამ ღვთის გამოცხადებას ადამიანმა თავისუფლად უნდა უპასუხოს საკუთარი ქმედებებით და ამ ქმედებათაგან უმთავრესი სწორედ ლოცვაა. წმინდა მამები ამბობენ, რომ ლოცვა არის სათნოებათა დედოფალიო. ლოცვა ის უმთავრესი ღერძი, რომლის გარშემოცაა აგებული მთელი ღვთისმსახურება. ლოცვა, როგორც მოგეხსენებათ, მრავალგვარია. შეიძლება იყოს თხოვნითი, სამადლობელი. არსებობს საზოგადო მსახურება, საზოგადო ლოცვა, ერთობლივი ლოცვა, არის პიროვნული ლოცვა. ლოცვათა უმეტესობა, რა თქმა უნდა, სიტყვიერია, ვერბალურია, მაგრამ არის გულისმიერი ლოცვა, შინაგანი ლოცვა. ყოველი ლოცვის უმთავრესი ნიშან-თვისება, როგორც უკვე აღნიშნეთ, არის სწორედ კავშირი ადამიანსა და ღმერთს შორის. ამითი განსხვავდება სწორედ იგი არა მხოლოდ ფილოსოფიისაგან, რომელიც რა თქმა უნდა ასევე მსჯელობს ლოგიკური დასკვნების საფუძველზე უზენაესი არსების აბსოლუტური იდეის და შესაძლებელია სხვა რაიმესაც უწოდებდეს მას, ან უბრალოდ პირდაპირ ღმერთადაც სახელდებდეს, მაგრამ ფილოსოფიისგან განსხვავებით, როგორც უკვე ვთქვით, მორწმუნე ადამიანი არა ლოგიკური დასკვნებით, არამედ სწორედ ლოცვის საშუალებით უკავშირდება უზენაესს. ლოცვები, რა თქმა უნდა, არ არის მხოლოდ ქრისტიანობის პრეროგატივა, ლოცვები დამახასიათებელია სხვა რელიგიებისათვის, თვით ყველაზე პრიმიტიული რელიგიებისთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს რელიგიები მოკლებული არიან ჭეშმარიტ ცოდნას ღვთაების შესახებ და ხშირად მათი ლოცვის ობიექტიც ცრუა, ზოგჯერ მათი ფანტაზიის ნაყოფიც, მაგრამ თავად ის ფაქტი, რომ ადამიანის სულის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნილება არის სწორედ ლოცვა და ამ გზით კავშირის დამყარება მიღმიერ სამყაროსთან, ღმერთთან, მოუცილებელია ყველა რელიგიისათვის. თუ მას საერთოდ რელიგიურობაზე პრეტენზია აქვს. ხშირად ლოცვები ამ პრიმიტიულ რელიგიებში ერთგვარ გადაგვარებულ სახესაც იღებს. ეს არის შამანური მოქმედებები, რომელიც ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული უკვე მაგიასთან, ჯადოქრობასთან. თუმცა არსებობს ისეთი მიმდინარეობებიც, უპირატესად ეს რაციონალისტური სექტებია, რაციონალისტური მიმდინარეობებია, რომლებმაც ფაქტიურად ამოიღეს ლოცვა თავიანთი რელიგიური პრაქტიკიდან. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ალბათ იეჰოვას მოწმეები არიან და სხვა მათი მსგავსი რაციონალისტური თანამედროვე სექტები, რომლებშიც ღვთისმსახურება, თუ შეიძლება ღვთისმსახურება ეწოდოს, მხოლოდ პროზელიტიზმით შემოიფარგლება, ქადაგებით და ლოცვას, როგორც ასეც, საერთოდ არ აქვს მათ მოღვაწეობაში ადგილი. ეს საერთო სენია, საერთოდ პროტესტანტიზმისა. პროტესტანტიზმმა გაემიჯნარა კათოლიკობას მრავალ სხვასთან ერთად, სწორედ ლოცვითი პრაქტიკაც შეამცირა და თითქმის მინიმუმამდე აიყვანა. უმთავრეს პროტესტანტულ დენომინაციებში ლოცვები შემოიფარგლება წმინდა წერილის ერთობლივი კითხვით, ფსალმუნთა გალობით და ფაქტიურად ეს არის მთელი მათი ღვთისმსახურება. მართლმადიდებლობაში ლოცვა არის საფუძველთა საფუძველი მთელი ღვთისმსახურებისა. იქნება საზოგადო მსახურება, მისი უმაღლესი ფორმა, ლიტურგია, კერძო მსახურებები, საიდუმლოებების აღსრულება, თუ პიროვნული ლოცვა, პირადი ლოცვა, წმინდანისადმი, ხატისადმი, ამ სისტემაში წამყვანი ელემენტი სწორედ ლოცვაა.
ლოცვა ის მოუცილებელი თვისება ადამიანის სულისა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რომლის მეოხებითაც იგი კავშირს ამყარებს მიღმიერ სამყაროსთან, წმინდანებთან. თავის ახლობელ გარდაცვლილებთან. არსებობს ლოცვის განსაკუთრებული სახეობა გონებისმიერი ლოცვა, გულისმიერი ლოცვაც შეიძლება უწოდოთ მას. ეს არის ძირითადად იესოს ლოცვა, რომელიც ბერმონაზნობაშია გავრცელებული და იქაც ყველგან არა. იესოს ლოცვის პრაქტიკა, ანუ გონებისმიერი, გულისმიერი, შინაგანი ლოცვა, განსაკუთრებით ათონის მთის ბერმონაზონთა შორის განვითარდა შუა საუკუნეებში, თუმცა ლოცვის ეს ფორმა უფრო ძველია და იგი ევაგრე პონტუელისა და მაკარემ ეგვიპტელისაგან იღებს დასაბამს. იესოს ლოცვა, როგორც ხშირად ამბობენ, წარმოადგენს 8 სიტყვაში აკუმულირებულ შეკუმშულ სახარებასო. უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მეცოდვილი. აი ამ 8 სიტყვაშია გადმოცემული მთელი არსი სახარებისა, მთელი არსი ქრისტიანული სარწმუნოებისა. ისიც უნდა ითქვას, რომ იესოს ლოცვა, როგორც ლოცვის განსაკუთრებული სახე, ძალიან რთულია და როგორც უკვე ვთქვით, იგი მხოლოდ შეიძლება ითქვას რჩეულთახედრია. იესოს ლოცვასა და იოგურ მედიტაციებს შორის ხშირად ავლებენ ხოლმე პარალელს. იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ასეთი შედარება მიუხედავად ერთგვარი გარეგნული მსგავსებისა, მათი ერთგვარი გარეგნული მსგავსებისა, უადგილოა. ჯერ ერთი მედიტაცია ლოცვა არ არის. ლოცვა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გულისხმობს ლოცვის ობიექტსა და სუბიექტს, ადამიანსა და ღმერთს. მედიტაციის დროს მორწმუნის ქმედება არის თვით ჩაღრმავება, მედიტირება, საკუთარი სულის იდუმალი კუნჭულების, კუთხეების მოხილვა, მაგრამ იქ არ ფიგურირებს უზენაესი არსება. მთელი მათი ლოცვები, ეგრეთ წოდებული მანტრები, არის სწორედ ეს თვით ჩაღრმავება, საკუთარ ფსიქოლოგიაში ჩაძირვა და არა ცოცხალი ურთიერთობა უზენაესთან. რაც შეეხება იესოს ლოცვას და იოგურ მედიტაციებს, აქ გარეგნული მსგავსება შეინიშნება იმაში, რომ იესოს ლოცვის შესრულებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუნთქვის რეგულირებას, რომელიც ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტია იოგურ მედიტაციაში. მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნული დამთხევაა. იოგი აქტიურებს იმ ძალებს, რომლებიც ადამიანის წელის მიდამოშია განთავსებული. ეს არის ძირითადად ახორცუნი ვნებები, რომელსაც იგი კუნდალინის ენერგიას უწოდებს და იგი ამოყავს გულში. და აი ამ დროს ხდება ექსტაზური მდგომარეობა, მისი რვასაფეხურიანი იოგის რვასაფეხურიანი მომენტების გავლა და ბოლოს სამადხის უმაღლესი მდგომარეობის მიღწევა. მართლმადიდებელი ბერი პირიქით მოიკვეთს ამ ხორციელ ვნებებს, ყველა ახორცულ ვნებას, რომლების საბუდარსაც წარმოადგენს სწორედ ეს წელის მიდამო, მუცლისა და წელის მიდამო. იგი ასევე ფიქრებსაც, უკეთურ ფიქრებსაც, უკეთურ ზრახვებსაც, გონებასაც, საერთოდ მთლიანად გონებასაც მიმართავს გულისაკენ. ესე იგი იოგს თუ ეს ვნებიანი იმპულსები ამოყავს გულში, მართლმადიდებელი ბერი ჩაკლავს რა გულისხმებს, ახორცულ ვნებებს, გონება ჩამოყავს გულში და გონება გარდაიქმნება უკვე გულისმიერ ლოცვად და ამ დროს ხდება სწორედ ის სულიერი განათება, სულიერი ექსტაზი, რომლისკენაც მიილტვის მორწმუნე ქრისტიანი. ამის გამო იყო, რომ
გამოცდილი ბერები ახალ დამწყებ ბერებს ურჩევდნენ ფრთხილად მოკიდებოდნენ იესოს ლოცვას, რადგანაც ამ შემთხვევაში შესაძლებელი იყო სწორედ ისეთი რამ დამართოდათ მათ, რაც სწორედ იოგურ პრაქტიკაშია მიღებული და სულიერი ექსტაზის ღვთის ხილვის ნაცვლად საშინელ ბნებაში ხიბლში ჩავარდნილიყვნენ. ასე რომ ლოცვა ეს არის უმთავრესი გზა უფალთან ურთიერთობისა. ეს არის მოუცილებელი თვისება ადამიანის სულისა. მორწმუნე ადამიანს შეუძლია თამამად თქვას ორო ერგო სუმ ვლოცულობ მასასადამე ვარსებობო.